მოგესალმებით, ჩემო პატარა მეგობრებო, ვაგრძელებთ გეომეტრიის შესწავლას. ჩვენ შევისწავლეთ წერტილი, წრფე, სხივი, მონაკვეთი. ახლა შევისწავლით შემდეგ გეომეტრიულ ფიგურას, რომელსაც კუთხე ეწოდება. ნახოთ, რას წარმოადგენენ კუთხეები, როგორ აღინიშნება ისინი და როგორ ჩაიწერება ეს კუთხეები. საერთო წვეროს მქონე ორი სხივი სიბრტყეს ორ ნაწილად გაყოფს. თითოეულ ამ ნაწილს სხივებთან ერთად კუთხე ეწოდება. საერთო წვეროს მქონე AB და AC სხივები სიბრტყიდან ჩამოჭრის ამ შიდა ნაწილს, რომელსაც კუთხე ეწოდება და ამ გარეთა ნაწილს, რომელსაც ასევე კუთხე ეწოდება. AC-ს და AB-ს ამ კუთხის გვერდები ეწოდება, ხოლო აწერტილი არის კუთხის წვერო. როდესაც კუთხეს დიდი ასოებით ავღნიშნავთ, აუცილებელია, რომ ამ კუთხის წვეროსთან დაწერილი ასო შუაში წავიკითხოთ და შუაში ჩავწეროთ. ნახაზზე მოცემულია ABC კუთხე. ასევე ეს კუთხე შემიძლია ჩავწეროთ და წავიკითხო როგორც CBA კუთხე. მთავარია, წვეროსთან დაწერილი B ასო შუაში ჩავწერო და შუაში წავიკითხო. ეს ჩანაწერი ნიშნავს, რომ სხივებს B საერთო წერტილი აქვთ და ეს B წერტილი არის კუთხის წვერო. კუთხე ასევე შეიძლება ავღნიშნოთ პატარა ასოებით, ალფა, ბეტა, გამა და ასე შემდეგ. ახლა ნახაზზე მოცემული გვაქვს კუთხე ალფა. კუთხე შეიძლება გავზომოთ. მისი საზომი ერთეულია გრადუსი, ანუ კუთხეები იზომება გრადუსებში. ხოლო ხელსაწყოს, რომლითაც ჩვენ კუთხეს ვზომავთ, ეწოდება ტრანსპორტირი. ტრანსპორტირით სარგებლობას თქვენ წინა კლასებში სწავლობდით. ნახოთ, როგორი კუთხეები გვაქვს. კუთხეები გვაქვს მახვილი, მართი, ბლაგვი, გაშლილი და სრული. გაშლილია კუთხე, თუ სხივები ურთიერთდამატებითია. ანუ ურთიერთდამატებითი სხივები ქმნიან გაშლილ კუთხეს, რომლის გრადუსული ზომაა 180 გრადუსი. თუ სხივი თავისი უძრავი წერტილის გარშემო ერთ სრულ ბრუნს შეასრულებს, მივიღებთ სრულ კუთხეს და სრული კუთხე 360 გრადუსის ტოლია. კუთხე მართია, თუ მისი გრადუსული ზომა 90 გრადუსია. ეს ოთხკუთხედი აღნიშვნა კუთხეში ჩახაზული ნიშნავს, რომ მოცემული მაქვს მართი კუთხე, ანუ კუთხე, რომლის გრადუსული ზომა 90 გრადუსია. კუთხე მახვილია, თუ ის 0 გრადუსზე მეტია და 90 გრადუსზე ნაკლებია. კუთხე არის ბლაგვი, თუ ის 90 გრადუსზე მეტია და გაშლილ კუთხეზე, ანუ 180 გრადუსზე ნაკლებია. მოცემულ შემთხვევაში გამა კუთხე არის ბლაგვი კუთხე. თუ კუთხის შიგნით გადის რაიმე სხივი, მაშინ კუთხე ორ ნაწილად იყოფა და ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ AMB კუთხე მოიცავს MC სხივს. ანუ კუთხე AMB გაიყო ორ კუთხედ, AMC კუთხედ და CMB კუთხედ. ანუ ერთი კუთხე ეს არის და მეორე კუთხე ეს არის. ამ შემთხვევაში მთლიანი AMB კუთხე ტოლია მისი შემადგენელი კუთხეების გრადუსული ზომათა ჯამისა. კუთხე AMB ტოლია კუთხე AMC-ს, ამ კუთხეს მიმატებული კუთხე BMC, ანუ ეს კუთხე. სხივს, რომელიც კუთხის გვერდებს შორის გადის და ამ კუთხეს ორ ტოლ ნაწილად ყოფს, ბისექტრისა ეწოდება. ანუ BD გადის AB
და BC სხივებს შორის, ანუ ABC კუთხის გვერდებს შორის და მთლიან კუთხეს ორ ტოლ ნაწილად ყოფს. ანუ კუთხე ABD ტოლია კუთხე DBC-სი. აქედან გამომდინარე BD არის ბისექტრისა. კუთხეებს, რომლებსაც ერთი გვერდი საერთო აქვთ, ხოლო ორი დანარჩენი გვერდი ურთიერთდამატებითი სხივებია, მოსაზღვრე კუთხეები ეწოდებათ. კუთხე ABD, ეს კუთხე და კუთხე DBC, ეს კუთხე არიან მოსაზღვრე კუთხეები, რადგან BA და BC ურთიერთდამატებითი სხივებია, ხოლო ამ ორ კუთხეს BD გვერდი აქვთ საერთო. ანუ BD გვერდი ეკუთვნის როგორც ABD კუთხეს, ასევე CBD კუთხეს. ამ შემთხვევაში ვამბობთ მოსაზღვრე კუთხეების თვისებას. მოსაზღვრე კუთხეებს აქვს ასეთი თვისება. მოსაზღვრე კუთხეების ჯამი არის გაშლილი კუთხე, ანუ მისი გრადუსული ზომა 180 გრადუსი. ანუ კუთხე ABD-ს დამატებული კუთხე DBC მაძლევს კუთხე ABC-ს, რომელიც გაშლილი კუთხეა და ჩვენ ვიცით, რომ გაშლილი კუთხის გრადუსული ზომა არის 180 გრადუსი. კუთხეებს, რომელთა გვერდები ურთიერთდამატებითი სხივებია, ვერტიკალური კუთხეები ეწოდებათ. OA და OC არიან ურთიერთდამატებითი სხივები, რადგან O საერთო აქვთ O წერტილი და ერთ წრფეზე მდებარეობენ. OB და OD-ც ურთიერთდამატებითი სხივებია, რადგან მათაც O წერტილი საერთო აქვთ და ერთ წრფეზე მდებარეობენ. აქედან გამომდინარე, კუთხე AOB, ანუ ეს კუთხე და კუთხე COD, ანუ ეს კუთხე არიან ვერტიკალური კუთხეები. ასევე ვერტიკალური კუთხეებია კუთხე AOD, ეს მოცემული კუთხე და კუთხე BOC. ესენიც ვერტიკალური კუთხეებია. ვერტიკალური კუთხეებს აქვს ერთი ძალიან საინტერესო თვისება და ძალიან მარტივი. ვერტიკალური კუთხეები ერთმანეთის ტოლია. ანუ კუთხე AOB ტოლია კუთხე COD-სი და კუთხე AOD ტოლია კუთხე BOC-სი. ეხლა ვნახოთ, რამდენი და როგორი კუთხეები მიიღება, თუ ორ პარალელურ წრფეს გადავკვეთავთ მესამეთი. ამ დროს მიიღება 8 კუთხე. A წრფე პარალელურია B წრფეთი, ხოლო C არის ამ ორი პარალელური წრფის მკვეთი. აი ამ 8 კუთხეში, 8 კუთხეების ჩამოთვლის დროს უნდა განვასხვაოთ ერთმანეთისაგან ჯვარედინი კუთხეები, ცალმხრივი კუთხეები და შესაბამისი კუთხეები. მოდით განვიხილოთ, რომელი რომელია და დავახასიათოთ თვითეული. კუთხე მე-4 და კუთხე მე-6, კუთხე მე-3 და კუთხე მე-5 არიან შიგა ჯვარედინი კუთხეები, რადგან ისინი A და B პარალელური წრფეების შიგნით მდებარეობენ და C წრფის მიმართ ჯვარედინად არიან. კუთხე პირველი და კუთხე მე-7, კუთხე მე-2 და კუთხე მე-8 არიან გარე ჯვარედინი კუთხეები. ისინი A და B პარალელური წრფეების გარეთ მდებარეობენ და C წრფის მიმართ არიან ჯვარედინად განლაგებულები. კუთხე მე-4 და კუთხე მე-5, კუთხე მე-3 და კუთხე მე-6 არიან შიგა ცალმხრივი კუთხეები. ისინი A და B პარალელური წრფეების შიგნით მდებარეობენ და C წრფიდან ცალმხარეს. კუთხე პირველი და კუთხე მე-8, კუთხე მე-2 და კუთხე მე-7 არიან
გარე ცალმხრივი კუთხეები, ისინი A და B პარალელური წრფეების გარეთ მდებარეობენ და C წრფის მიმართ ისინი მდებარეობენ ცალმხარეს. Აი შესაბამისი კუთხეები ძალიან საინტერესო კუთხეებია. კუთხე პირველი და კუთხე მეხუთე. ანუ C წრფის ცალმხარეს A წრფის ზემოთ და B წრფის ზემოთ. კუთხე მეოთხე და კუთხე მერვე. ანუ C წრფის ცალმხარეს A წრფის ქვემოთ და B წრფის ქვემოთ. ესენი არიან შესაბამისი კუთხეები. ასევე შესაბამისი კუთხეებია კუთხე მეორე და კუთხე მეექვსე და კუთხე მესამე და კუთხე მეშვიდე. შიგა და გარე ჯვარედინი კუთხეების თვისებაა, ისინი ერთმანეთის ტოლია. ანუ შიგა ჯვარედინი კუთხეებიც ერთმანეთის ტოლია და გარე ჯვარედინი კუთხეებიც ერთმანეთის ტოლია. კუთხე 4 უდრის კუთხე 6, კუთხე 3, კუთხე 5, კუთხე პირველი, კუთხე მეშვიდე, კუთხე მეორე, კუთხე მერვეს. შიგა და გარე ცალმხრივი კუთხეების თვისებაა, მათი ჯამი 180 გრადუსის ტოლია. ანუ კუთხე 4-ს მიმატებული კუთხე 5 180-ია, კუთხე პირველს მიმატებული კუთხე მერვე 180 გრადუსია, კუთხე 2-ს მიმატებული კუთხე 7 180 გრადუსია, კუთხე 3-ს მიმატებული კუთხე 6-ით 180 გრადუსია. შესაბამისი კუთხეების თვისებაა, შესაბამისი კუთხეები ერთმანეთის ტოლია. კუთხე პირველი კუთხე მეხუთეს ტოლია, მესამე მეშვიდეს ტოლია, კუთხე მეორე მეექვსეს ტოლია, კუთხე მეოთხე კუთხე მერვეს ტოლია. ეხლა ვნახოთ კიდევ როგორი კუთხეები შეიძლება შეგვხვდეს ამოცანების ამოხსნის დროს. ეს არიან პარალელურ გვერდებიანი კუთხეები. თუ ორი კუთხის გვერდები ურთიერთპარალელურია, ასეთ კუთხეებს ეწოდებათ პარალელურ გვერდებიანი კუთხეები. აქ ორი შემთხვევა მაქვს განსახილველი. პირველი შემთხვევა, აი აქ ნახაზზე გაქვთ მოცემული, ალფა და ბეტა კუთხე არიან პარალელურ გვერდებიანი, რათა მათი გვერდები არის ერთმანეთის პარალელური, მაგრამ კუთხეები ერთ მხარეს იხედებიან და მეორე შემთხვევა, როდესაც ასევე ალფა და ბეტა კუთხეების გვერდები პარალელურია, ოღონდ კუთხეები ღია პირებით სხვადასხვა მხარეს არიან განლაგებული. პირველ შემთხვევაში ალფა და ბეტა კუთხეები ერთმანეთის ტოლია, მეორე შემთხვევაში ალფა და ბეტა კუთხეების ჯამი 180 გრადუსის ტოლია. სულ ეს იყო ჩემოკარდებო, რაც მინდოდა თქვენთვის მეთქვა კუთხეების შესახებ, გამეცნო თქვენთვის თუ რანაირი და როგორი სახის კუთხეები არსებობენ. მადლობთ ყურადღებისათვის. მომავალ შეხვედრამდე.